გინდათ ესეთი ლამაზი ყვავილების შესარგავი ურიკა გააკეთოთ? მაშინ უყურეთ ამ ვიდეოს. Გარაში ვიპოვე რაღაც დარჩენილი ხეები და ეხლა გამოვჭრი ზომებს პირველ რიგში. დავხაზაო, დავჭრი და ნახოთ რა გამოვა რა. გაკეთებული მაქვს ადრე ურიკები. მაგრამ ეხლა მინდა რომ ბევრად მაგარი გავაკეთო და დედიკო გავახარო. ეს იქნება გორიდები. ეხლა გავაკეთოთ წინა და უკანა მხარე და ძირი. მოდი გიუშკი. დავლურხნოთ ზამო. ჩარჩო შეიგრა, ეხლა უნდა გავუკეთოთ ქვედა ტრაკი და მე დანაშაულს განახებთ, იმიტომ რომ მეც არ ვიცი რა გავაკეთებ. დავხერხოთ. ურიკის корпуსიც შეკრულია. მინდა რომ ცოტა გავალამაზო რა და ესეთი პატარა ისინი ამოვჭერი ხეები. დავამაგრებ ბოლტებით და გაიკებით ეგრეთ წოდებულით, რომ უფრო ლამაზი იყოს რა. პატარა ყვინჯებს გავუკეთებ ორივე მხრიდან. მოუხდა რა. თავი არის ხა წინა ბორბალი და ხელები ბორბლებისთვის. წავედი ბარახლოვკაზე და აი რაღაც ძველი ველოსიპედის ბორბლები ვიყიდე, რომელიმეს ამოვარჩევ. ალბათ ეს რა. სახელურები და მთლიანი ეს ქვედა ნაწილი ძველი რაღაც ხეები, ჯოხები, რკინები ვიპოვე და ამით რომ გავაკეთო რა. მაგრამ როგორც ხედავთ, ცოტა ძველი არის ძალიან და ამიტომ ცოტა განვაახლოთ. რაც მომდა ესე ჯობი უფრო ლამაზი არის და ახლებური და ეხლა ავაწყოთ ქვედა ეგრეთ წოდებული რამა. აი ეს არის ქვედა რამის ნაწილი. აქ დამაგდება ბორბალი, აქ დამაგდება რკინის ფეხები. აი ამ რკინებით, რომელიც ვიპოვე ნაგავში, უნდა გავაკეთო ფეხები, ცოტა ამასაც გავალამაზებ, გავაშლიფოვკებ, მივჭრი მოჭრი, მოვღუნავ და ნახოთ როგორი ფეხები გამოვა რა. ფეხები გამოდის რკინის რა. ეხლა ცოტა გავალამაზოთ, რომ ლაკით შევღებოთ. შეღებო რა თქმა უნდა ქალის საქმე არის და თეონა შეღებავს ლაკით და ფეხებს მე შევღებო. იმიტომ რომ ცნობილი ღებავი ვარ. მორჩა ყველა დეტალი მზად არის უკვე გაშრა. ნახეთ რამდენი ქანჩი და ჭანჭიკი ჭირდება ასაწყობად და ეხლა ამ ყველაფერს ერთად ავაწყობთ. პირველ რიგში დავამაგროთ ბორბალი ღერძზე. შო. ეგ არის ეხლა დავამაგროთ ფეხები. ფეხები დამაგრებულია. ეხლა მთავარი ურიკა გავალამაზოთ და დავამაგროთ ჭანჭიკები და ქანჩები. დამეთანხმებით რომ ესე უფრო ლამაზი არის. და ეხლა ნუ ბოლო ფაზა, თვითონ დავამაგროთ აი ეს ქვედა რამა თვითონ მთავარ ურიკაზე. მორჩა. აწყობელია ურიკა. აი, ესეთი ლამაზი ურიკა გამოვიდა ყვავილების შესანახად მეგობრებო და თქვენს თუ გინდათ რომ თქვენი დედიკოები გაახაროთ, შეგიძლიათ ესე მარტივად დაამზადოთ იგი.